იმიტომ რომ განსაკუთრებით თუ ფიქრობ და მე მათ რიცხვს განვიკუთვნებ, ვინც ასე ფიქრობს, რომ კულტურა ეს არის საქართველოს ნიშა მსოფლიო ცივილიზაციაში. აი ჩვენი კულტურა, რომ ჩვენ ასე მგონია ჯერჯერობით აი ესე სტრატეგიულად ეს არ აგვაქვს შეფასებული და დაფასებული, რომ თუ რამით ვართ მართლა ღირებული მსოფლიოსთვის, მსოფლიო ცივილიზაციისთვის, ეს არის ჩვენი კულტურა. ამაში მარტო ხელოვნებას არ გულისხმობ. გულისხმობ ღვინის კულტურას, ხორბლის კულტურას, ყოფით კულტურას, ყველანაირ განათლებას, რა თქმა უნდა. აი ის რომ ეს მოგდგამს დღეს და დღეს რომ ის ცოცხალია ეს კულტურა, ამითი ვართ საინტერესო. სხვათა შორის საბოლოოდ მარტო ამითი. და საბოლოოდ კულტურაზე დგას ყველაფერი. ახლა თავრობის წარმომადგენელს ვუყურებ და იმასაც ვეუბნები. ეკონომიკაც კულტურაზე დგას. აი კულტურა როცა არის მართლა ცოცხალი და მართლა კარგად გრძნობს თავს, იქ ეკონომიკაც ვითარდება, გარწმუნებს ამაში. მართლა ასე დარწმუნებული ვარ ამაში. ერთი სიტყვით ძალიან ბედნიერი ვარ, არ მინდა ამაზე იმდენი ლაპარაკი შეიძლება რომ არც მინდა თავი შეგაწყინოთ, ერთადერთი რა მინდა კიდე ორი რამე, ხო? ერთი მინდა გითხრათ, რომ აი რამ ხელა მნიშვნელობა აქვს კულტურას ქვეყნისთვის. ეს კიდევ ბევრჯერ მიგრძნია ჩემი ცხოვრების მანძილზე და კიდევ ერთხელ ეს ვიგრძენი, აი ამ ბოლო 2 წლის წინ იყო უკვე მე მგონი, როდესაც ამერიკაში ჩატარდა უდიდესი რეტროსპექტივა ქართული კინოსი და აი როცა მე იქ ვიჯექი ნიუ-იორკში და დიდ დარბაზში ელისოთი გაიხსნა, ნიკოლ შენგელაიას ელისოთი გაიხსნეს, დიდი ჩვენება, დიდი რეტროსპექტიული ჩვენება და ეს იყო ტრიუმფალური პრემიერა, აი პრემიერა ამ ფილმის უნდა გითხრათ და აი ეს როცა ვნახე და აი ვიგრძენი ეს აი ამერიკის დამოკიდებულება ჩვენს მიმართ, ნუ არ ვიცი ამაზე დიდი რა შეიძლება კიდევ იყოს. ეს ერთი რამ მინდოდა მეთქვა და კიდევ მინდოდა მეთქვა რომ ჩემი პირადი განცდაც ამ მოვლენაში ძალიან ბევრია, იმიტომ რომ ხოიცით აი ყველა ფილმს ისევე როგორც ადამიანს და როგორც ქვეყანას აქვს თავისი ბედი. აი დედაჩემმა 1930 წელს 27 წლის ქალმა გადაიღო ფილმი, პირველი თავისი ფილმი ბუბა, რომელიც მაშინვე ცოტა ხნის მერე იყო აკრძალული და ასე არავის არ უნახავს ის ფილმი საერთოდ დედამისის ზურგზე. ამოვარდნილი იყო საერთოდ კინოს ისტორიიდან და ეხლა ის გაცოცხლდა, აი ნახეს ამერიკაში, ლონდონში, არ ვიცი, სამხრეთ კორეაში, ბირმაში, ყველგან ვიყავი ამ ფილმის პრემიერებზე და აი რომ გითხრათ როგორი დამოკიდებულება იყო, ალბათ ნუ არ მინდა მე ამაზე ვილაპარაკო, მაგრამ ეს ფაქტად რჩება და ბედნიერი ვარ. აგერ კიდე დავინახე მთავრობის წარმომადგენელი აქამდე ვერ ვხედავ. და ერთი სიტყვით ისეთი იყო ეს არაჩვეულებრივი განცდა და ის რომ ის ფილმი არის დღეს პირველი 4 ფილმთან შორის, რომელიც ჩამოვიდა საქართველოში, ალბათ ამას დიდი ახსნა განმარტება არ უნდა, რას განვიცდი ამ დროს მე, დედაჩემი, რომელიც ფილმის გადაღების მერე დაიჭირეს, გადაასახლეს, 10 წელი გადასახლებაში იყო, მერე რა თქმა უნდა საერთოდ კინოზე ლაპარაკი ზედმეტი იყო და აი ეხლა ასე მგონია რომ ის დაბრუნდა ისევ თავის ქვეყანაში, თავის სამშობლოში. მადლობ და კიდევ ერთხელ მადლობა. თავრობის წევრების საყურადღებოდ მე ქალბატონი ილანა მომყავს საბიუჯეტო განხილვები რო იქნება. აუცილებლად. ძირფას მეგობრებო, ეხლა მინდა სიტყვა გადავცე გოსფილმო ფონდის გენერალურ დირექტორს, ჩვენ სტუმარს და ჩვენ უკვე პარტნიორს, ბატონ ნიკოლაი ბარადაჩევს. Николай Михайлович, прошу вас. Какие кадры? Фильм посмотрите. Сразу за душу берет просто. Добрый вечер, уважаемые дамы и господа. Добрый вечер, уважаемые друзья и братья. Поскольку русский народ всегда считал грузинский народ братьями, и я это абсолютно подтверждаю. Добрый вечер, уважаемые коллеги, великие кинематографисты Грузии. Я рад вас видеть всех здесь, в переднем, на первом ряду. Ну, во-первых, я хочу поздравить весь грузинский народ
с прошедшими выборами, которые прошли, на наш взгляд, достаточно организованно и правильно, и грузинский народ сделал, я как частное лицо считаю, абсолютно правильный выбор. Во-вторых, действительно, сегодня исторический момент, когда грузинское кинематографическое наследие возвращается на родину. Грузинское кино – это особый вклад в мировое киноискусство. И оно настолько сейчас востребовано. Вот до сих пор я получаю огромные заявки со всего практически мира. Особенно заинтересована Европа, скандинавские страны. И все стараются показать грузинские фильмы. И это действительно абсолютно правильно, потому что, я должен сказать, что из всего Советского Союза Грузия фильм всегда выделялась отдельно. Это были очень достойные фильмы, это и с художественной точки зрения, и действительно было и с идеологической точки зрения, они были очень грамотно, профессионально поставлены. И то, что сейчас мы делаем, это, я считаю, абсолютно правильно. Я хочу поблагодарить министра культуры Михаила Георгадзе и правительство Республики Грузия за правильно принятое решение, потому что в течение 20 лет много приходили в Госфильмофонд люди, которые пытались сделать что-то подобное. Но когда вопрос касался вот именно действительно, дело доходило до действительности, то сразу все отходили в сторону. И я пришел к выводу, что всех интересовала коммерческая составляющая. Но когда вот 2 года назад действительно, я понял, что и правительство заинтересовано, и министр культуры заинтересовано в этом вопросе, то мы нашли обоюдное решение. Мало того, скажу, что нашли экономическую составляющую. С учетом финансового положения Грузии мы пошли на большие уступки в ущерб Госфильмофонда. Но это наши, так сказать, запланированные расходы. И вот, наконец-то, дело сдвинулось с места. Я считаю, что очень правильно было принято решение. Я всегда, когда обращаются бывшие союзные республики, я всегда советую в той или иной форме, как это сделать правильно, как это сделать грамотно. И многие делают ударение на цифровые носители. Я объясняю, что, к сожалению, цифровые носители для хранения, для сохранения национального достояния, они непригодны. Да, цифра – это очень хорошая вещь. Она пригодна для оперативной деятельности, для телевидения, для доставки в любую точку земного шара. Но вот именно для хранения цифра не пригодна. А кинопленка, она показала свою практичность. 120 лет со дня образования кинематографа. И первый фильм, который хранится у нас на кинопленке, с 1896 года. То есть первые фильмы братьев Люмьер. Это показано, это доказано, что пленка незаменима. И когда мы обсуждали с Михаилом Георгадзе вот этот вопрос, я, в общем-то, не настаивал, потому что с экономической точки зрения нам, конечно, лучше сделать цифровые, на цифровых носителях. Но мы все-таки, и с учетом взаимопонимания нашего, я все-таки рекомендовал сделать вот именно на кинопленке, что мы и сделали. Я поздравляю вас всех с этим историческим днем, с этим историческим событием. И дай Бог, чтобы Грузия всегда процветала, расцветала, как в песне поется. Вы знаете, да, эту песню? Спасибо вам большое. Да. А сейчас официальная церемония. Мы, конечно, 4 фильма вам передаем. Это 20. Мы передаем сейчас уже отреставрированные, восстановленные. Это 4 фильма. 28 по 30 год. Название он вам сказал. И вот символично мы передаем первую часть одного из фильмов. Пожалуйста.
Ну, и если вы сейчас позволите, Михаил, я хочу подарить подарок для детских садов Грузии. Это мультипликационные фильмы, которые мы отреставрировали. Советские мультипликационные фильмы. Здесь 10 фильмов, они оцифрованы, высшего качества. То, что для детских садов, пожалуйста, это в вашем распоряжении. И сейчас я хочу поблагодарить еще одного вашего представителя, это Тимура Шенгелия, который вот именно с самого начала принимал активное участие в этой процедуре, вот в этой составлении договора, и он очень инициативу проявлял, и благодаря ему многие вопросы были быстро и скоро решены. Поэтому за вклад Госфильмофонда и кино Грузии мы хотим Тимура Шенгелая наградить золотым значком Госфильмофонда Российской Федерации. Да, это кинопленка, и на острие кинопленки держится земной шар. Вот он правильно говорил, что действительно на кино держится земной шар. Спасибо большое вам всем. Спасибо. Огромное спасибо, Николай Михайлович, и отдельное спасибо за сюрприз для малышей. Თურფასო მეგობრებო, ძალიან ამაღლებული გზნობა ნამდვილად დარწმუნებული ვარ თითოეული თქვენთაგანი იგივეს გზნობს ახლა. 4 ფილმი, როგორც ითქვა, საქართველოშია, თუმცა კიდევ 7-ზე მეტი ჯერ კიდევ რჩება გოსფილმოფონდში და ჩვენ ბუნებრივია ეტაპობრივად ამ პროცესს გავაგრძელებთ, თუმცა ახლა მინდა მივმართო კერძო სექტორის წარმომადგენლებს, რომლებიც აქ დარბაზში იმყოფებიან და ვუთხრა მათ შემდეგი. დამეთანხმებით მეგობრებო, რომ ხშირად ადამიანს არ ეძლევა საშუალება მართლაც ისტორიული პროცესის, ისტორიული მოვლენის თანამონაწილე გახდა. მე მინდა შემოგთავაზოთ და გთხოვოთ, რომ თქვენ შეუერთდეთ ამ ისტორიულ პროცესს. თქვენი სურვილის მიხედვით აირჩიოთ რეჟისორი და მისი ფილმი ან ფილმები დაუბრუნოთ სამშობლოს და შესაბამისი, ასე ვთქვათ, გარემოება აისახება. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი ავტორები არ იქნებიან წინააღმდეგი იმისა, რომ ფილმის ტიტრებში იმ ვორდინგით, რა ვორდინგზეც ჩვენ მოვილაპარაკებთ, აისახოს ის ფაქტი, რომ კონკრეტული კინოსურათი სამშობლოს დაუბრუნა ამა და ამ ადამიანმა, ამა და ამ კომპანიამ. გადაუჭარბებლად შემიძლია ვთქვა, რომ თქვენ ამით ნამდვილად ჩაეწერებით არა მხოლოდ ქართული კინემატოგრაფიის, არამედ ქართული კულტურის ისტორიაში. იმაზე აღარ ვსაუბრობ, თუ რამხელა სიკეთეს მოუტანთ თქვენს ქვეყანას და თქვენს კულტურას, ქართულ კულტურას. რამდენადაც ჩემთვის ცნობილი არის და ამითიც ვარ ძალიან ბედნიერი დღეს, ერთ-ერთ ადამიანს აქვს სურვილი, რომ გამოეხმაუროს ამ ჩვენს მოწოდებას და სცენაზე ვთხოვ ბატონ მამუკა ხაზარაძეს. მოგესალმებით. თითქოს გავესესხები ქალბატონ ლანას, თითქოს გამარტივია, რომ ქართული ფილმი, ასე ვთქვათ, უნდა იყოს საქართველოში, მაგრამ გავიდა
ძალიან ბევრი წელი და ეს მოხერხდა მხოლოდ ეხლა. იმიტომ რომ ესე იგი ამას ჰქონდა საკმაოდ ბევრი სუბიექტური და ობიექტური მიზეზი და მე მინდა ყველას გულით მოულოცო პირველ რიგში ბატონ მიშას და მინის და ყველა იმ გუნდს, რომელმაც საკმაოდ დიდი სამუშაო გასწია, აქ ითქვა კიდევაც რომ ძალიან ბევრი მცდელობა იყო ამის და ვერ მოხერხდა და მე ვფიქრობ ისტორიული ფაქტია ნამდვილად რომ საქართველოში დაბრუნდა ის ძალიან დიდი მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენმა არაჩვეულებრივმა რეჟისორებმა და ყველა კინემატოგრაფისტმა შექმნა ერთად და მთელ ჩვენ ქვეყანას წლების განმავლობაში გაუთქვა სახელი და შეიყვანა საქართველოს 5 კინემატოგრაფისტთა, ესე ვთქვათ, მსოფლიოს 5 კინომწარმოებელ ქვეყანაში. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც აქ ესწრებიან დღეს ამ ღონისძიებას და რა თქმა უნდა, ბევრი რომელიც დღეს აქ არ არის. მე გულწრფელად მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ ამ დიდი მემკვიდრეობისთვის, იმ სიხარულისთვის და იმ შრომისთვის, რომელიც ფილმმა თქვენთაგანმა გასწიეთ. მე ასევე მინდა ქალბატონ ლანას დავეთანხმო, რომ კულტურა არის ნომერ პირველი და თუ კულტურა არის მაღალ სიმაღლეზე, იქ მართლა ბიზნესიც კარგად ვითარდება, ჩვენც უკეთესები ვართ და უფრო კეთილები ვართ და უფრო, ესე ვთქვათ, მშვიდათა ვართ და უფრო ძლიერი ქვეყნის შვილები ვართ. ამიტომ მე ვეხმაურები ბატონ მიშას ამ მოწოდებას და პატარა ფაქტსაც გეტყვით, რომ ჩვენი ჯგუფი დღიდან დაარსებისა, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ყოველთვის ვედექით ქართულ კულტურას გვერდში, კერძოდ კინემატოგრაფიის მიმართულებით. მე პირადად ვფიქრობ, რომ ეხლა ეს ამხელა მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენმა წინათაობის კინემატოგრაფისტებმა დატოვეს და ეხლაც ქმნიან, ეს უნდა გადაეცეს ახალგაზრდა თაობას. იმიტომ რომ უნიჭიერესი ახალგაზრდა თაობა არის საქართველოში და სწორედ ამიტომ ჩვენ 2012 წელს დავაფინანსეთ 12 მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი სრულად ახალგაზრდა კინემატოგრაფების, რომელთა რამოდენიმე მათგანმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. 2 წლის წინათ დავაფინანსეთ 6 დოკუმენტური და მხატვრული ასევე მოკლემეტრაჟიანი ახალგაზრდა ესე ვთქვათ რეჟისორების ფილმი, რომელთა მათგანმა 2-მა ასევე საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს არის ქართულ გენში, ეს სკოლა არსებობს, ძლიერია და მას სჭირდება ხარდაჭერა და მე აი დღესაც ვადასტურებ, რომ მომავალი ფილმის ესე ვთქვათ ჩამოსატან ხარჯებს გავიღებთ ჩვენ და თუ შესაძლებელი იქნება ფილმს სავარჩევთ და ეს ფილმი იყოს შერეკილები და რატომ? იმიტომ რომ სწორედ დღეს ჩვენ გვჭირდება აი ესეთი ადამიანები, რომლებიც არღვევენ ნებისმიერ საზღვარს და არღვევენ დილეგს, ციხეს, ფიქრობენ არაორდინალურად, აქვთ ხედვა და არ ეშინიათ ამ ხედვის გაზიარების და სწორედ ასეთ ადამიანებს შეუძლიათ ფრენა და თავისუფლების მიღწევა და ეს არის ის, რაც ჩვენ ძალიან გვჭირდება. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა ძვირფას მეგობრებო, მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ არაერთ შემოთავაზებას კერძო სექტორიდან მივიღებთ აი ამ ჩვენს ინიციატივასთან დაკავშირებით სურვილის შემთხვევაში ნებისმიერ თქვენგანს ექნება საშუალება, რომ დაუკავშირდეს ჩვენს აპარატს, სამინისტროს აპარატს და ჩვენ მოგართმევთ სიას აი ოქროს ასეულს, რომელიც სხვადასხვა თაობის კინომცოდნემ ერთობლივად აარჩიეს და თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, რომ აირჩიოთ ის რეჟისორი, ან ის ფილმი, ან ფილმები, კიდევ ერთხელ და ასე ვთქვათ, მათ ჩამოტანაში მიიღოთ უშუალოდ მონაწილეობა და პრაქტიკულად თქვენს სახელზე ჩამოიტანოთ ეს ფილმი, ანუ დაუბრუნოთ ის სამშობლოს. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის, ყველას გილოცავთ კიდევ ერთხელ დღევანდელ ისტორიულ დღეს და მომავალი წარმატებების, მომავალი გამარჯვებების იმედად კულტურის სფეროში გემშვიდობებით. ძალიან დიდი მადლობა. ძვირფასო მეგობრებო, ბოდიშს ვიხდი ეროვნულმა კინოცენტრმა